მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით ძირაგეულში, ქალბატონ ხათუნა ჭარბაძე გელოვანთან, რომელიც არის შეფმძარეული, დღესდღეობით მუშაობს ამბროლაურში ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში, ჩვენი პური და ღვინო და ჩვენის დღეს გვასწავლის ნამდვილ რაჭულ ტრადიციულ კერძებს, რომელიც არ მგონია უმრავლესობას გაგებული გქონდეთ. ქალბატონ ხათუნა, რო გითხრათ ჯერ რა კერძებს გვასწავლით და თან ერთად მოვამზადოთ. კი ბატონო, ჩვენ ვაკეთებთ ახლა ყვახი-წელას, ანუ გოგრის ყვახის ფხალს, ვაკეთებთ გულსარწყ ყვახის გულისგან, ვაკეთებთ შინდის ფიფინას, ფუშროქს და ვაკეთებთ დესერტს. საოცარი სახელებია. სახელებით დავინტერესდით. დავიწყოთ მაშინ. ამიტომ ჯერ რადგანაც დრო სჭირდება რაჭულ ნუგბარს დესერტს, ჯერ დავიწყოთ რაჭული ნუგბარიდან და გავაგრძელოთ შემდეგ თქვენ როგორც გვეტყვით. ხო, იმიტომ რომ ეს მე თუ რამე შემიძლია დაგეხმარებით. დავდებ. ნიგოს ვიღებთ. ვკრით, ანუ ნიგოს ვასხავთ რძეს და ვკეთებთ შაქარს. იმ რაოდენობის რაც რძეც გვაქვს და ამას დავადგავთ ნელ ცეცხლზე. ანუ უნდა მოიხარშოს რძესთან ერთად, ხო. და შაქართან ერთად ვუმატებთ იმ რაოდენობის ნიგოზის ნახევარი მიდის რძე და ნახევარი ასევე შაქარი. ანუ რა რაოდენობაც გვაქვს ნიგოზი, იმის ნახევარი რძე და შაქარი. კი ბატონო და აი ამას ახლა დავდგავთ ნელ ცეცხლზე და როდესაც ჩაით უთქება რა. დამთავრდება ჩაშრება რძე, ჩვენი ნუგბარიც მზად არის, ამიტომ სხვა კერძებთან გასაკეთებლად დაველოდოთ მე მის დამზადებას. ქალბატონო ხათუნა, თან უნდა მოგვიყვეთ აუცილებლად ესეთი უცნაური და ტრადიციული კერძები, თქვენ საიდან ისწავლეთ? დასრულთა განვითარების ცენტრში დავიყავი კულინარიის ტრენერი, ამის საჭიროებისთვის მოვიარე რაჭის ზემოთსოფლები და თითოეულ მოსახლეს მართლაც მოხუცებს ხდებოდი ხოლმე და საინტერესოა და ძველ რეცეპტებს აგროვებთ. ვაგროვებდი ძველ რეცეპტებს. კი ბატონო. ეხლა ყვახი-წელას ჩვენ წინაპრები, რადგანაც ეხლა ჩვენ გვაქვს ჩირის საშრობები და ყველაფერი ის ხილის ძველად დათლიდნენ ამ ყვახს, შემოუსვლელ ყვახს და გაფენდნენ მზეზე. და ეძახდნენ ყვახი-წელას და რატომ ეხლა? ამას სპირალისებურად ჭრიდნენ. და ესე დახვეული, მერე დაალბობდნენ ცხელ წყალს დაასხავდნენ და კაზმოდნენ ნიგოსა და ძმარში. როგორც ფხალი, ხო? როგორც ფხალი, ხო, ზამთრის დიდთოვლობა მოგეხსენებათ რაჭას ახასიათებს. ეს ენერგიის წყაროა და ამიტომ ყველა საკვებს, რომელიც ვიტამინებით შედგებოდა, ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ და ირთმევდნენ ზამთრის გაუსაძლეს პირობებს. რავი, ცოტა რთული გასაკეთებელია და აი ესე სპირალისებურად ითლებოდა ეს გოგრა. მე ხა ცოტა მიჭირს ჩემი ხელიდან გამომდინარე. ხომ არ დაგეხმაროთ, მაგრამ ხო, აი ესე. ხო, ეხლა მე ვერ ვაკეთებ კარგად, როგორც ახლა ჩვენ წინაპრები, იმიტომ რომ მე ჩირის აპარატში ვამზადებ ხოლმე ამ გოგრას, მაგრამ ეხლა ისეთი პერიოდია, გოგრა სულ არის ჩვენთან, ხო? ეხლაც და ეს არის კარგად, ანუ დაუმწიფებელი. დაუმწიფებელი. აი ესე სპირალისებურად ჩამოდებდნენ მავთულზე ან რაღაც რავი, რაც საშუალება იყო კანაფს გააბავდნენ და ღუმელის თავზე აშრობდნენ. ხო. აი ესეთი ფორმა ქონდა. ესო გამოშრებოდა, შეინახავდნენ ზამთრისთვის და მერე ზამთარში იყენებდნენ. ხო, შესანახათაც. ხო, უფრო მოდი შევკაზმოთ ახლა ჩვენ ეს უკვე. აქ გვაქვს გამზადებული, ის უბრალოდ ქალბატონ ხათუნა გვაჩვენა როგორ მზადდება, აქ გვაქვს ჩვენ უკვე გამზადებული მოხარშული გოგრა. დავკეპოთ. ცოტა უბრალოდ მსუბუქად, ახლა ცოტა ნედლია, იმას დუღარის რო ასხავ აღარ სჭირდება ის ბევრი წვალება რა. დაწურავ ჩვეულებრივად.
საკმაზე როგორ მზადდება? ანუ რა ინგრედიენტებია? ქინძი, ნიგოზი, ნიორი და მარილი, ჩვეულებრივად და მე წიწაკა და ჩემი საყვარელი საკაზმავია დარიჩინი, რომელსაც ვუმატებ ყოველთვის ჩემ კერძებს. ეს საკმარისია, რადგანაც ცოტა წიწაკა, ძალიან მწარია, ვერაგი წიწაკა. ცოტა დარიჩინი და ქინძი, რა თქმა უნდა, ეხლა ზამთარში ხო არ გქონდათ ჩვენებს ყვანილი. ამიტომ და სუნელი ხმელები, ხო, ესეც ჩემი გამოყვანილი ჩემ სახლში. თქვენთან ამზადებთ სუნელს? ხო, სუნელს ამზადებ, ეხლა გავს იმას ვიზავ ხოლმე. დავქვა, გავრეცხავ და ესე დავინაყავთ როგორც კი ბატონო. დავინაყავთ და ჩვენ ყვახს, მოხარშულ ყვახს შევასავებთ დასუნელებული კაკალით. მიგზით. ქალბატონო ხათუნა, თქვენ ხარით რომ ის სოფელ დავდიოდიო და ძველ რეცეპტებს ვაგროვებდიო. აი ძირითადად რა ჭველი ადამიანი რითი იკვებებოდა სანამ აი ესე თანამედროვდებოდა ჩვენი სამზარეულო? რა თქმა უნდა, იკვებებოდა როგორც ცხოველური საკვებით და ისე მცენარეული არის ახლა ისეთი ნიუკა არის, ჩვენ ლილია, ტყის ლილია და ბოტანიკური სახელია ნიუკა და ეძახიან დაჭრილას რა, იმას გაადრე გაზაფხულზე მიდიან ტყეში, იღებენ ამ ნიუკას ნორჩკლორტებს, დაყრიან, გაშლიან და იმას მერე ტყლაპით, ტყემლის ტყლაპით შეაზავებენ, ხო, და ეს არის ენერგიის დიდი წყარო ეს. ასევე იყო ქალაკო და დაჭრი ეს ყვახი წელაცაც, რა თქმა უნდა, აკეთებდნენ. მე კიდევ ერთი საოცარი კერძი ვიცი. კერძი არა, შავი ქლიავის ჩირი დამარინადებული ნიგზის გულსართით. ეხლა შავი ქლიავი. ეგ როგორც დესერტად თუ როგორც? არა, როგორც ბოსტნეულის ის, რა ქვია. ჩვეულებრივი კერძი ის არის, რა ქვია. ფხალი, არა, ფხალია, ჩვეულებრივი ფხალია. ნიგოსთან არის ინაყება ნიორი, საერთოდ ცალკე უნდა. აჰა. დაინაყოს ნიორი. აი ეს არ ვიცოდი თუ ჩემსავით თქვენც არიცით? რატომ ხომ არიცით? აი, იმიტომ რომ ის წეპოვანია და მე სტრუქტურას უკარგავს. და დანაყვაში ხელს უშლის. აი ესე. საჭირო რჩევაც მივიღეთ. კი ბატონო. აი ესე სუბუქად აურევთ ამ გოგრას. ყვახს ჩვენს შეზავებულ ნიგოს და თუ რამე დაგვავიწყდება და დაგვაკლდება, დავამატებთ დაგემოვნების შემდეგ. ესეც ჩვენი ყვახიწერა. ესე ჩვენი ყვახიწერა. აბა ჩემოძვით ასო. გასინჯეთ. მე მგონი მარილის ნაკლებობა აქვს. მე არ მიყვარს ძალიან მარილი. ძალიან კარგი. რა გემრიელია. ძალიან გემრიელია. ვერ წარმოვიდგენდი გოგრისგან ესეთი კერძი თუ შეიძლება და მომზადებულიყო. ეხლა რას ვაკეთებ? ეხლა გავაკეთოთ ფუშრუკი, შინდის ფუშრუკი. აუ, რა კაი სახელი ქვია, ძალიან მომწონს. დამბალი შინდის კერკი, დაჭრილები ვეძახით კერკი. სხვა კუთხეში ჩურჩას ეძახიან, მაგრამ ჩვენ კერკი უფრო ლამაზად. მე კერკი გამიგია, ჩურჩა არც ვიცოდი. ხო, ამას ნიგოს დავნაყავთ. ეხლა მანამდე უკვე დამბალი შინდი გვაქვს.
ამოუკიდოთ სიმინდის ფქვილი, რომ მოიხაშოს ხანი სიმინდის ფქვილთან ერთად. აი ესე პატარა 1-2 კოვსი. შინც ძალიან დიდ პატივს ცევდნენ რაჭაში. ყველაფერი თითქმის მზადდებოდა, ინახავდნენ მის კერკს და ამზადებდნენ მერე ბუღლავებშიც, უმატებდნენ სხვადასხვა საწებლებს და რამეს. აი ძალიან სასარგებლო კენკრა, ვიტამინების წყაროა, რა თქმა უნდა და ძალიან კარგად მოიხმაროდა სხვადასხვანაირ. ეხლა ის რომ მოიშურს, არომატულია, მომჟავა. რა თქმა უნდა. სანამ ჩვენი სიმინდის ფქვილიანი შინდი მოიშუშება, ჩვენ გავამზადოთ მისი საკაზმავები. ეს გახლავთ ნიგოზი და ნიორი. მხოლოდ ნიგოზი, ნიორი და მარილი. აი რა კონსისტენცია უნდა ქონდეს ქალბატონო ხათუნა მსხვილად უნდა იყოს ეს არა ხო ამას თქვენ გემოვნებაზეა როგორ გიყვართ თუ გნებავთ ძალიან წმინდად დანაყავთ თუ გნებავთ უფრო მსხვილადაც თუ ოდნავ შეგხვდება ნიგზის ხო ეს სტრუქტურა ისეთ მე მიყვარს საერთოდ დანამატები ოდნავ დავუმატოთ წიწაკა დავუმატოთ ქინძი აქაც ვამატებ ნიგზიანებში ყოველთვის დარეჩინს. ეს ჩვენი ნიორიც დავუმატოთ, ის დანაყილია უკვე. ბევრი არ უნდა. ამ ნაზავს გადაურევთ შინთან ერთად მოხაშულს უკვე. და სულ ეს არის. სულ ეს არის გრიპის ვირუსების მტერი. ზამთარში ესე იგი რო გაცივდებით, კი ბატონო. შეგიძლიათ ამით გამოუკეთოთ თავი. და რა თქმა უნდა, ნაბახუსების პირველი წამალიც არის. ჩვენ ღვინის და უძნის ქვეყანა ვართ. ეხლა ეს ცოტა ხანი მოიშუშოს და ჩვენი ფუშროგიც მზად არის, აი. ქალბატონო ხათუნა, რადგან ასე დაკვირვებას აწარმოებდით ახლა თქვენ რაჭულ კერძებზე, აი ზემო რაჭის და ქვემო რაჭის კერძებს შორის რამდენად ძალიან ბევრი სხვაობა. აი ისეთ კერძებს ზემოთ უფრო ძროხეული, ქვემოთ უფრო ბოსტნეული და პარკოსნული და ესე ბოსტნეული რა, ანუ იმაში პარკოსნული შესაბამისად იმისა როგორ კულტურად. კი ბატონო. ხო, როგორც ვითარდებოდა და მოიპოვებოდა პროდუქტი, ხო? კი ბატონო. ჩვენი ფუშროგიც მზად გახლავთ. უკვე და შეგვიძლია დააგემოვნოთ, ჩემო კარგებო. მოხონთ მარილი, რა თქმა უნდა, არა ეს მარილი გემოვნებით. ჩემი გემოვნებით მირთვით. ცოტა გაგრილებას დაველოდოთ. კი ბატონო. აი მე რა სასიამოვნო არომატი აქვს. მომჟავო მოტკბილო არის. ასე რომ მეგობრებო შეგიძლიათ შემოდგომაზე მოაგროვოთ შინდი, გაახმოთ. დიახ. ზამთარში როცა გაციების სეზონი იქნება, როცა მოილხენთ და მეორე დღეს და ნედლი ქინძიც ძალიან უხდება ამ კერძს. ძალიან გემრიელია. რაღაცა თითქოს აი ნიგზიანი ხარჩოს ხო, რაღაც ისეთი გემოზეცა მიდის, ისიც ხო რაღაცნაირი არომატული და ნიგზიანია. ისე როგორც კერძი ძალიან კაი და რამე ხორციან აი იმაზე გარნირადაც რო გამოიყენო, ბატონო, როგორ არა? კი. როგორც
ხორციან კერძი, ეს აპეტაიზერი იქნება ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი. სოუსად უბრალოდ გარნირად არა. ახლა დავამზადოთ ჩვენი ყველაზე ერთ-ერთი პირველი დღესასწაულის ბარბალობის ღვეზელი, რომელიც მხოლოდ ბარბალობას რაჭველებისთვის სანამ ლობიანზე გადავიდოდნენ, ცული პირას ამზადებდნენ და ყვაყკაკლიანს ამზადებდნენ. ეს იყო ბარბალობის ერთ-ერთი ტრადიციული ღვეზელი, გულსართიანი. შეკეცი. ძალიან საინტერესოა ეს, არამედ ვიღებთ გოგრის თესლს და ვხალავთ სუბუქად. მაშინ არ იყო ესეთი ბედნიერება, რომ ქონოდათ კანგაცლილი გოგრის თესლი. ეს ახლა იმიტომ რომ უკვე მზათა გვაქვს ჩვენ ეს მოიპოვება უკვე ცივილიზაციის დამსახურებით. მოვხალავთ. ოდნავ და ძალიანაც არა. და იმ ჩვენს ყვახიწელას ძალიან უხდება ესე მოხალულის რო დააყრის შემდეგ გოგრის თესლს. ეს თავისივე თესლს. ძახდია. და თქვენ თქვით რომ არ მოიპოვებოდაო კანგაცლილი და კანიანად ხო, კანიანად კი არ ურთმევდნენ, ძალიან წვალობდნენ, ამას ვქავდნენ, მოხალავდნენ რა თქმა უნდა თავის ჩერჩით. მერე დავქოდნენ ხელის წისქვილები ჰქონდათ, ეხლა წისქვილში ხო ვერ ჩავქავდნენ, პატარა ხელის წისქვილები ჰქონდათ. ჩაასხავდნენ წყალში, ჩაყრიდნენ, ეს წყალი წამოიღებდა ამ ქეფჩოს ეძახდნენ რა ყვახისგან. იმას მოართმევდნენ, გადაწურავდნენ წყალს, კიდე გადაწურავდნენ, სანამდე არ მიიღებდნენ აი ამ სიმწვანეს, მანამდე წვალობდნენ და ის ქეფჩო რო გაეცალათ. მერე იმას დაადგავენ, აი ახლა დავადგავთ, ჩვენ ამას დავქვავ. ის ხო უკვე დაბქული იყო. წყალს დაასხავენ და ნელცეცხლზე დადგავენ, ეს ხდებოდა 2-3 დღით ადრე, სანამ ბარბალობა მოვიდოდა და იმ ღამეს რა ბარბალობის ღამეს უკვე დაადგავდნენ, ნელცეცხლზე მოდუღდებოდა და როგორც ხაჭო. ისე თი კონსისტენციის აი შემდეგ ხდება ესეთი უკვე მოვაყაროთ ჩვენი მოხალული ყვახის კაკალი. ყვახიწელას მოვაყაროთ კაკალი. გულსართში გემოვნებით ემატება ზოგი შაქარს უკეთებდა, ზოგი ხავს, წვრილად დაჭრილ ხავს. კიდევ რა იყო ბარბარობის აი ტრადიციული სამარხო პროდუქტი, რა სამარხო, რასაც აკეთებდნენ, გამხარი ხალი აჟიშინდის ფოშრუხსაც მიართმევდნენ თავის ოჯახის წევრებს, აი ეს დაჭრილას თიორშის. ეხლა ყველას გვეზარება ტყეში წასვლა და იმ საოცარი პროდუქციის დამზადება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ პატივს სცემენ ამ დაჭრილას. რა ვქნა, ჩემი ხედები უფრო მიყვარს ვიდრე ხელთათმანით მუშაობა, რადგანაც უფრო გრძნობ ხელში მის როგორ ჩაიზილება და ქალბატონ ხათუნა, ამ გოგრის თესლს რამით ვაზავებთ? აი მხოლოდ ხახვით და მარილით. ამას არაფერი, ამას შეგვიძლია მარტო მხოლოდ მარილით. იმ ხელა ზეთიანობა და ცხიმიანობა აქვს, რომ არაფრის დამატება არ ჭირდება და სამთელს არანთებდნენ ამ როდესაც გამოაცხობდნენ და წმინდა ბარბარეს მეოხეობას თხოვდნენ თავიანთი. და მეკვლეობა ეს დღესასწაული იყო. იხარშებოდა გოგრა, ყვახიწელა კეთდებოდა და კიდევ მრავალი ბოსტნეულის კერძები, რა თქმა უნდა, ლობიო ქოთნით და დაჭული ტრადიციული კერძი. დავხედოთ ჩვენს პატარა ნუგბარს, აჰა, მივიდა თითქმის. აი ეს არის რაჭული დესერტი, ნუგბარი, ოღონდ ეს სამარხო ნამდვილად არის. რძეში მოხარშული ნიგოზი. რძეში მოხარშული ნიგოზი.
პატარა კვერებს საცხობდნენ. თითეული თავის ოჯახის თითოეული ოჯახის წევრისთვის, ხო? ხო, დიახ. მეყვლისთვის ყველაზე მთავარი კი მეყვლე იყო. ვინც არის ის რაჭაში ახალ წლამდე ჯერ ბარბარობას არის მეკვლეობა. კი ბატონო. ეს არის ბარბარობის დღესასწაულზე მეკვლეობა. ამას ეძლებდნენ ოთხკუთხედ ფორმას და ეძახდნენ ბოხჩუანს. ესე პატარა ღვეზელები მზადდებოდა. ეს ღუმელში ცხება, ხო? როგორც მოვხდი. ღუმელში. მე ხაჭაპურიც ესეთი ცხება რაჭაში. ხო, რაჭაში ესეთი ფორმა. ზემორაჭველები და ქვემორაჭველები არა. ისინი იმერულად განსაკუთრებული სილამაზი არა აქვს ახლა ამას, მაგრამ ასე პატარა ღვეზელებით სასტუმროსაც ამზადებდნენ და ოჯახის წევრებისთვისაც ამზადებდნენ. აი, ქალბატონ ხათუნა, კიდევ იმას მინდა დაუბრუნდე, რომ მითხარით თავიდან ფიქრობდიო და სხვადასხვა სოფელში დავდი. აი, ყველაზე ისეთი კერძი, რაც ისე დაგამახსოვრდათ, რომ ჩემი გაკვირვება რამაც გამოიწვია, ეს იყო ჯიკარი ცხურის ფაშვისგან დამზადებული კუპატი, რომელსაც ნაწლავებს ცხვარს რო დაკლავდნენ ამ ნაწლავებს გარეცხდნენ, რა თქმა უნდა. ფაშვიც დაჭრიდნენ, ფაშს ეძახიან კუჭს, რა თქმა უნდა და იმას დაჭრიდნენ, ამ ნაწლავებს შემოახვევდნენ გარედან, მისცემდნენ პატარა, აი, მრგვალ ფორმას, როგორც კუპატის ფორმაა რა. და ამას ხარშავდნენ. და ეს იყო ჯიკა იმათი, ეს უფრო ღების, მთის ღების, თის რაჭის. ხო, ღები ხო ორად იყო, ერთი ზემოთ გონას მხარეს ცხოვრობდნენ, მაგრამ ზამთარში იქ არა, მაგრამ ზაფხულში კეთდებოდა ცხვარი იქ და თის ღების საჭმელი იყო, ანუ ზემო ღების რა, სადაც იქ ხო იყო ძალიან ბევრი სოფლები, სამწუხაროდ დღეს მხოლოდ ღებია და გონაში მომთაბარეობთ, თორე ძალიან ბევრი სოფლები იყო. ნასოფლარად არის დღესდღეობით გადაკეთებული. ხო, ძალიან ბევრი. თევრეშო, რა ბევრი მახსოვს, ვიც არის, რომ 40-მდე უბანი და სახელწოდება ყოფილა რა, იმ სოფლის, რომელიც დღესდღეობით აღარ არსებობს. და ძალიან გამიკვირდა ეს ჯიკა, ნამდვილად არ გამიგია და არც მინახია და საინტერესო. კი, ნამდვილად. ეს ხავიწი და ეს ხავიწი ყველგან აკეთდება თითქმის ხაში, აჭარაშიც ვიცი, სადაც მესაქონლეობას ეწევიან, ბევრ კუთხეში არის მსგავსი, ნუ რაღაც პატარა ძალიან გავს რაჭული, მთის რაჭის კერძები, თათუშეთის, ხევსურეთის და აჭარის კერძებს. ანუ მაინც მთა საქართველოს მთა თითქმის ერთნაირად. ნუ ალბათ გამომდინარე იქიდან, ნუ რა პროდუქციაც კი მოიპოვებოდა. საწარმოებდნენ და რაც მოიპოვებოდა იქ. ხო, აი ეს ხაჭოც, ოღონდ ხაჭოს მაგათ ჰქონდათ კასრებში დავარგებული დაპრესილი ხაჭო, რომელსაც მე ამოიღებდნენ, დაასხავდნენ უღარ და წყალდასხმულას ეძახდნენ ამ ხაჭოს. ისინი დამბალ ხაჭოს ეძახიან და ჩვენები ეძახდნენ წყალდასხმულას. ესე პატარა ღვეზელები მზადდებოდა და მიართმევდნენ თავიანთ. სალომე ჩვენ დესერტიც გამზადდა. რა საინტერესოდ გამოიყურება. ცოტა შაქარი რო დადნა, მე მგონი რაღაცნაირად ძირზე კი ბატონო. გვარი რაჭული გოზინაკი აქვს განსხვავებული და ხო, დესერტი ჩურჩხელა როგორც ჰქონდათ კერები, იმისი რა ქვია. კვერები,
თათარის კვერებს, ფელამუშის კვერებს ამზადებდნენ, ტყლაპებს ამზადებდნენ დესერტად. ის მიდიოდა. რაჭული დესერტი ის არის კიდევ რა ქვია, დესერტი ბიმბურა, რომელსაც აი მართლა საოცრად აკეთებენ. ეს არის გააღვივებენ ხორბალს ან სიმინდს, თავის ღივთან ერთად დაბქვავენ და იმით მოზელენ ცომს, კოტორს ეძახიან და აქვს ტკბილი გემო. ალაო ხო ტკბილია და ეტყობა ალაოს როგორც და ის წხვება და არის ძალიან სასარგებლო. ბავშვები როგორც ბულკები ისე გვაჭმევდნენო იმ მოხუცმა ქალმა მითხრა ღებელმა ერთ-ერთმა რა. და არის საოცარი. მეც გავაკეთე სხვათა შორის წისქვილი მქონდა მეც და დავფქევი ჩემ თვითონ. არა და მე ვიძახდი რაჭველებს არა გვაქვს მრავალფეროვანი. არა ძალიან ეხლა ჩემი წიგნი რო ნახოთ ჩანაწერების ძალიან ბევრი რაჭული კერძებია. აკაკი წერეთელს რაჭველ ჭრებალოში ისეთი კერძი მიართვეს ქათმები ცეცხლი წაუგიდეს ჯერ გულსართი ძვლებიდან დაშალეს ის გულსართ შეკერეს მერეს და ეს ლამაზი ნარნარა ჭრებალოელი ქალბატონები რო შემოვიდნენ ხელში ცეცხლმოკიდებული ქათმები თუ აკაკი წერეთელი აღთვალებული დარჩა ულამაზესი რაჭველი ქალების და რაჭული ლამაზი კერძის ძველი კერძებია. აი ესენი სულ ამათ ვასწავლიდი ჩვენ ქალბატონებს წიწილა ბადაგის სოუში ესეც რაჭულია. ღებური აირანი, ბატის შაშხის შეჭამადი მიწერია და შეჭამანდი უნდა იყოს. ქერის შეჭამადი, მარწყვისა და ეს უკვე ევროპულში გადავდივარ ხოლმე. ხაჭოს ფაფა